ალექსანდრ ლუკაშენკას კიევიდან წინასწარ აფრთხილებენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუ კი ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში სრულად ჩართვას გადაწყვეტს. უკრაინის შეერებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ ბელარუსის პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა, რომ მინსკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შერჩეულია 500 პოტენციური სამიზნე, რომლებსაც კიევი მხოლოდ მის მიმართ აგრესიის შემთხვევაში დაარტყმს. მისივე თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკასადმი აქვს მარტივი და პრაქტიკული რჩევა, ყელში ნუ გაეჩხილება უკრაინას. კიევში სულ უფრო მეტი ეჭვი შენდება იმის თაობაზე, რომ ბელარუსი მართლაც აპირებს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პირდაპირ სამხედრო გზით დაუჭიროს მხარი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. ახლა მინსკი ისედაც კრემლის მოკავშირე არის, დასტურიც არის შეერების მიწოდება, ერთობლივი ბირთვული წუთნები და ორეშნიკის სარაკეტო კომპლექსის განთავსება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ან თუნდაც ის ფაქტი, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რაკეტები ბელარუსიდანაც გაუშვეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მინსკს ოფიციალურად არ ყავს ფრონტზე გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტი, თუმცა ალექსანდრ ლუკაშენკას ბოლოდროინდელი განცხადება, რომ ქვეყანა ომისთვის ემზადება, კიევშიც და ევროპაშიც ეჭვებს ბადებს. გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის მიიღოს პრევენციული ზომები მოსკოვისა და ბელარუსული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთით პოტენციური სამხედრო საფრთხეების გათვალისწინებით. მით უმეტეს ერთობლივი ბირთვული სწავლებისა და ნატოს წევრ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული შეღწევების ფონზე. ბელარუსის საზღვრიდან 50 კილომეტრით დაშორებული სლავუტიჩიდან ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინსკის დე-ფაქტო მმართველობამ ყურად უნდა იღოს კიევის განცხადებები იმ შედეგებზე, რაც მოსალოდნელი იქნება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შემთხვევაში. მისივე თქმით, უკრაინა არასდროს არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს ბელარუსისთვის და ნებისმიერი პროვოკაციული განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკას მხრიდან მოსკოვის მიერ არის თავსმოხვეული, რომელიც ცდილობს პირდაპირ სამხედრო მოკავშირე იპოვოს სრულმასშტაბიან ომში. И слава богу, у нас все получается.